სასამართლო მიიღო ასეთი სტრატეგიული გადაწყვეტილება, რომ ყველას, ვისაც 48 საათიანი პატიმრობის ვადა ეწურებოდა, მათი სასამართლოს ხდომები საჩქაროდ გახსნეს და მაშინვე გამოაცხადეს შესვენება. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ადამიანებს დღეს ასესახლში აღარ გაუშვებენ, მიუხედავად იმისა, რომ მათი პატიმრობაში გაჩერების ვადები სრულად ამოწურულია და შეუძლიათ, რომ უვადოდ მთელი ღამით გააჩერონ სასამართლოში იქამდე, სანამ 23 აქტივისტის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მსჯელობა არ დასრულდება. გამოდის, რომ ახლა ყველა თითქმის დატოვა უკვე საქალაქო სასამართლო ის მოსაცდელი, სადაც პატიმრები ელოდებიან ხოლმე სასამართლოს ხდომების დაწყებას, თუმცა მაინც ყველა სასამართლოს ტერიტორიაზე რჩება, იმიტომ რომ ელოდებიან კიდევ შეაბრუნებენ თუ არა მათ ციხეში თუ რამდენიმე 1000 ლარი დააჯარიმებენ. ასევე გამოუშვეს რამდენიმე წუთის წინ ქართული ოცნების დეპუტატობის კანდიდატი საკრებულოში, ანუ კი ჩრდილელი და მასთან ჩვენ რამდენიმე წუთის წინ შევძელით სწორედ ინტერვიუს ჩაწერა, ანუ კი ჩრდილელი ამბობს, რომ აპირებს სამართლებრივი დავა დაიწყოს ქართული ოცნების აქტიური მხარდამჭერის და ხალხის ზალის აპარატის თანამშრომლის თამთა მეგრელიშვილის წინააღმდეგ, რომელმაც ანუ კი ჩრდილელის წინააღმდეგ დაიწყო კამპანია და სიცრუე გაავრცელა, ანუ კი ჩრდილელის თქმით, რომ მას გარკვეული ფსიქოლოგიური თუ ფსიქიატრიული დახმარება სჭირდებოდა, მკურნალობდა სხვადასხვა ქვეყნებში, რასაც მამა, ანუ ქართული ოცნების დეპუტატობის კანდიდატი და კალაძის გუნდის წევრი აფინანსებდა. ვრცლად რა მოყვა ანუ კი ჩრდილელმა და რა ვითარებაში დააკავეს, შეგვიძლია ახლა მისი კომენტარი მოვისმინოთ. იცით ანიშნეს ჩემზე, რომ ესე დააკავეთო ტროტუარზე ვიდექი. შესაბამისად, ჩემზე არ ყოფილა რაღაცნაირი გაფრთხილება, მოწოდება, ვერ იქნებოდა ფიზიკურად, იმიტომ რომ დღის სიბძისით ვიდექი ტროტუარზე თეატრთან და არ ვიცი რა დავაშავე ტროტუარზე დგომაზე. ოქროში ჩამიწერეს, რომ ვილანძღებოდი და ვიკინებოდა, ეგეთი არაფერი არ ყოფილა. ასევე ვინც შემაგდო მანქანაში, ეგ სხვა ადამიანია და დამკავებლად გამიფორმეს სრულიად სხვა ადამიანი. არ ვიცი, რატომ გონია მეგრელიშვილს, რომ სადღაც მიბმული ვარ ნაცებს ან ქოცებს ან ვინმეს და ჩემ ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუძლია, რომ ესე ჰარი ჰარალეზე ადვოკატმა ქალმა ისაუბროს. მე აუცილებლად უჩივლებ მათ სამართლებრივად, იმიტომ რომ რადგან არ იცის კოდექსი და არ იცის რა როგორ და რანაირად ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოტანა, თან სრულ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოტანა ესე არ ხდება. ნაირ ფსიქიური პრობლემა მე არ მქონია და თუ ესე საჯაროა ეს ყველაფერი, მე გამოვიტანა მის დასკვას არ მაქვს პრობლემა. ჩემს ჯანმრთელობის მდგომარეობას ნაცები ნამდვილად არ იყენებ და საჯაროს არ გამოუყენებია 29 წელს განმავლობაში. ასევე ველოდებით, როდის გაგრძელდება იმ აქტივისტების სასამართლოს ხდომა, რომლებზეც ამ დროისთვის შესვენება არის გამოცხადებული, დაკავებული აქტივისტების ჩაწერა ჩვენ შევძელით ამ შესვენების განმავლობაში და ისინი გვაწვდიან ინფორმაციას, რომ მათი დაკავება სრულიად უსაფუძვლოდ მოხდა, პოლიციელები გამოირჩეოდნენ აგრესიით, რომელიც იყო სრულიად დაუსაბუთებელი. ეს ადამიანები ემორჩილებოდნენ პოლიციელის მოთხოვნას, ანუ გზას, რომელიც თავდაპირველად გადაკეტეს, ისედაც ათავისუფლებდნენ, თუმცა ამ მომენტში დაიწყეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მათი დაკავება. დაკავების ოქმებში ნაწილში წერია, რომ აქტივისტები, მათ შორის სიტყვერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციის თანამშრომლებს, რასაც ისინი ჩვენთან საუბარში უარყოფენ. ეს ადამიანები ამბობენ, რომ მოწმე პოლიციელები, რომლებიც დღეს ჩვენება მისცეს მათ წინააღმდეგ, ურთიერთ გამომრიცხავ გარემოებებზე საუბრობენ, რაც ადასტურებს იმას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მათ წინააღმდეგ მტკიცებულებებს პრაქტიკულად აყალბებს. უხეში დაკავება და სრულიად არალეგიტიმური, ანუ არანაირ ჩარჩოებში არ ჩდება, უბრალოდ იმიტომ რომ იმ პოლიციის მარშრუტთან ვიდექი, ამის გამო შემაგდეს მეც მანქანაში. რა თქმა უნდა, ჩამიწერეს მუხლები, რომ ეს იყო ბილდსიტყვაობა, შეურაცხყოფა, რაც სინამდვილეში არ ყოფილა, ну როგორც ყოველთვის შეკერეს საქმე, რომ იყო ფსიქოლოგიური ზეწოლა, როდესაც უკვე შუშებიანში შემოგვიყვანეს, ბევრმა პოლიციელმა ერთად მოიყარა თავი და გვეუბნებოდნენ, რომ აი, თქვენ დაჭერილები ხართ, თქვენი მეგობრებმა მიგატოვეს, ისინი დაიმალნენ და აი თქვენ დარჩით აქ და იმათმა გიღალატეს და ну მოკლედ აი ესეთი ტიპის საუბრები. ხობსუსვამდი პოლიციას, რომ მეთქი რატო აკავებთ, ისთვის აკავებთ მეთქი და ბოლოს მიმართე მათთვის ნაცნობ ხერხს, რომ გოგო ამეთქი რატო აკავებთ მეთქი და ზუსტად ამ დროს გამოვიდა მეორე საპოლიციო მანქანიდან გადმოვიდა ვიღაც კაცი და მითხრა, რომ შენ ხო ბიჭი ხარო და წამოდიო და ჩაგვსვამთო და ასე დამაკავეს მეც. ჩემ და სამწუხაროდ მიჩნდეს ის ჩვენება, რომელიც არ იყო სინამდვილე, ჯერ ერთი რომ ბევრ შეეშალა, ერთ-ერთ შეეშალა, მითხრა, რომ მემორიალის მოპირდაპირედ დამენახა არა და მემორიალის მოპირდაპირედ საერთოდ არ ყოფილო არ და მაგ პერიოდში საერთოდ მან არ ყოფილო არ, ასევე თქვა, რომ პოლიციელს ეჯაჯგურებოდი არა და პოლიციელს ეჯაჯგურიც არ ყოფილა, უბრალოდ ქალბატონს ვიჭერდი, რომელსაც პოლიციელები თვითონ ეჯაჯგურებოდნენ ამ ქალბატონს და ოპერის მოპირდაპირე მხარეს ვიდექი ტროტუარზე, რადგანაც პოლიცია ტროტუარზე გადმოვიდა მანქანებიდან თინათინ პატარაიას დასაკავებლად და ვცდილობდი თინათინის დაცვას. მაინც გამაშვებინეს ხელი და ჩასვეს თიკა მანქანაში და პოლიციელს ვკითხე, რომ აი
რატო დააკავეთ ახლა არასერთ ჩადიქტკო და შენ რაღა გინდაო და მეც უბრალოდ მომკიდეს ხელი და შემაგდეს მანქანაში, საერთოდ ვერ მივხვდი რა მოხდა. არც ვინმესთვის შემიგინებია და მე დავებიან რომ ვიგინებოდი და ველანძღებოდი უმის სამართოდ. თულმა რეჟიმმა ვერ გაიგო, რომ ვერც 23 ადამიანს, ვერც 100 ადამიანს და ვერც 300,000 ადამიანს ვერაფრით ვერ შეაშინებს, იმიტომ რომ ამ ადამიანებს აერთიანებთ იდეა და ეს იდეა მდგომარეობს შემდეგში, რომ დაიხსნან საქართველო, გადაარჩინონ ქვეყანა, ისე ვიბძი როგორც მანამდე. ერთადერთი რაც გამაჩერებს არის მხოლოდ ის, რომ დამაყენონ კედელხნა და დამფრიტონ. დღეს სასამართლოში გადმოყვანილი აქტივისტების ნაწილი ჩვენთან საუბარში ამბობს იმას, რომ დაკავების მომენტში იზოლატორში სანამ შეასახლებდნენ, მათ წინააღმდეგ განხორციელდა ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა. დაკავებულების ნაწილს აღენიშნება მათ შორის დაზიანებები და ყველა მათგანი ბუნებრივი ადვოკატებთან ერთად მოითხოვს იმას, რომ აღნიშნულ საქმეებზე სავარაუდო ძალის გადამეტებაზე გამოძიება პროკურატურამ დაიწყოს.